დილამშვიდობისა ჩემო საყვარელო მეგობრებო, დებო, ძმებო, ნათესავებო, ჰეითერებო, ფანებო და ასე შემდეგ. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ თუ კი ადამიანი არის ბედნიერია იმით, რომ ის არის თავისუფალი. ესე იგი, თავისუფლება რაში გამოიხატება, იცით მეგობრებო? თავისუფლება გამოიხატება იმაში, რომ შენ დამოკიდებული არ ხდები ამა თუ იმ ადამიანის ენერგეტიკულ ველებზე, მაგალითად, ფანებზე, აღიარებაზე, დიდებაზე, გვირგვინზე, სტატუსზე და ასე შემდეგ, მეგობრებო. და აქედან გამომდინარე, ბედნიერია ის ადამიანი, ვინც მიაღწია ქრისტემდე. ქრისტეში გაერთიანდა და გახდა თავისუფალი, თავისმფლობელი გახდა, ჩვენ გვქონდა ამ სიტყვაზე თავისუფლება, ხო? ავისმფლობელი გახდა. ავისმფლობელი, ახლა განვიხილავთ დღეს რა არის ავი და რას მოაქვს სიავე. ასევე როგორც ამ ბატონმა კონსტანტინე ძულიაშვილმა დაწერა, სტალინზე თუ იცი რამეო, ამაზე ვილაპარაკებ დღეს მეგობრებო, რომ ძალიან ბევრი ადამიანი თავისი ბელადით და თავისი საყვარელი პირით, რომელიც არის რაღაცა ისტორიაში მაინც ჩაეჭიდა ამ პიროვნებას და მოსწონს მისი განხორციელებული საქმეები და იმას აფანატებს იმაზე, ან აღმერთებს, ან ასეთი მსგავსი რამ, რომ ძალიან უყვარს და სულ მასზე საუბრობს, როგორც მე მაგალითად თამარზე რა. ეხლა ნახეთ მეგობრებო. მე მინდა რა გითხრათ, იცით? პირველ რიგში გადააზიარეთ ეს ვიდეო, იმიტომ რომ ყველასთვის აუცილებელი არის. აქ ჩვენ დღეს ვისაუბრებთ, ესე იგი, შურზე, აღიარებაზე და რას გვეუბნება ქრისტე, როგორ უნდა მოვექცეთ, როდესაც ჩვენ მოგცემენ უმაღლეს აღიარებას, შემდეგ ამ საკითხს როგორ უნდა მოვექცეთ, ამ გამოცდას როგორ უნდა მოვერიოთ და როგორ უნდა ჩავაბაროთ ეს გამოცდა. ამიტომ ყველასთვის მნიშვნელოვანია და განსაკუთრებით საქართველოში მცხოვრებ ადამიანებისთვის არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ საზღვარგარეთ გასული საზოგადოება ოდნავ ამაში გარკვეულია და ამაში უკვე მოქნილია, ესე რომ ვთქვათ, მოქნილი კი არა და გარკვეული რა, გამოცდილების მიერ გარკვეულია და ამიტომ საქართველოში მყოფი ადამიანები, რომლებიც ჯერ საზღვარგარეთ არ გასულან, ისინი ჯერ კიდევ რაღაცა ბურუსში არიან, რომელსაც სჭირდებათ გარკვევა, რა ხდება ჩვენს თავს. ეხლა მე ვილაპარაკებ რაზე. პირველ რიგში მოდი ვახსენოთ ესე. როგორც სათაურში დავასხასიათე. სტალინზე, ჰიტლერზე, თამარზე, დავითზე, პეტრეზე, პავლეზე უფრო ადრე არის იესო ქრისტე. იესო ქრისტე არის ადამიანი, რომელმაც მიიღო მეფობა ზეციდან, ხო? თქვენ იცით, რომ დღეს ძალიან აქტუალურია ეს თემა, მეფობა მოდის ზეციდან, ეს არის ნარიმანის სიტყვები, ხო? ეხლა მე მინდა გითხრათ, რომ არსებობს ესეთი დავით მეფსალმუნეს ფსალმუნი, რომელსაც ქვია მეფე. ესეთი ფსალმუნი არსებობს და განვიხილავთ თუ რას ნიშნავს მეფე, რას ნიშნავს მესფლობა, როგორ უნდა ვფლოთ მე და რა ჭრილში და რა რაკურსში განიხილება მესფლობა, ხო? ამაზე ვისაუბრეთ დღეს და გაუზიარეთ მეგობრებს, გადაუზიარეთ. მე რო ეხლა გაზიარებები დავიწყო, კონცენტრაცია მომაკლდება და ვეღარ ვისაუბრებ. ამიტომ მოდი გავაგრძელებ ახლა მე საუბარს, მანამდე აქ გადავშლი და მოვძებნი მეფის ფსალმუნს და იმასაც წაგიკითხავთ. პირდაპირ გადაიშალა ამ ფსალმუნზე. ეხლა ნახეთ მეგობრებო რა, ყველაზე მაგარი რაღაც უნდა გითხრათ. ძალიან ბევრ ადამიანთან მქონდა საუბარი და ძალიან ბევრ ადამიანთან მიწევს იმის გახსნა, რომ იცი რა, მეგობარო, სტალინი არ არის წმინდანი. სტალინიც იყო სისტემის ნაწილი. სტალინიც იყო ამა სოფლისა სისტემის ნაწილი. მას ქრისტესთან საახლობლო ხომ ჰქონდა მხოლოდ ერთი რამ.
რომ უნდოდა კარგის გაკეთება, მაგრამ მისი საქციელებით ვერ დაემსგავსა ქრისტეს, ისევე როგორც დავითი ვერ დაემსგავსა ქრისტეს და ისევე როგორც თამარი ბოლომდე ვერ დაემსგავსა ქრისტეს. ჩვენი მისია, მეგობრებო, ყველასი აბსოლუტურად ნებისმიერი ადამიანის, ხო, ეხლა მწერთ ხოლმე, რომ მეც მაინტერესებს მატრიცის განხილვაო და ასე შემდეგ, ხო? ყველა ჩვენგანის მისია არის, რომ ჩვენ დავემსგავსოთ და გავერთიანდეთ ქრისტეში. ეს არის ყველაზე მთავარი და უპირველესი. ჩვენი მისია, რისთვისაც მოვდივართ ამ დედამიწაზე, არ არის ის, რომ სტალინი გავხდეთ, არ არის ის, რომ პეტრე გავხდეთ, არ არის ის, რომ თამარი გავხდეთ, არ არის, რომ პავლე გავხდეთ, არ არის ის, რომ დავითი გავხდეთ, არამედ არის ის, რომ გავხდეთ ქრისტიანები, ქრისტეები. გავკრისტალდეთ, გესმით? გავიწმინდოთ, გამჭვირვალეები გავხდეთ. მასშტაბადამე ადამიანები, რომლებიც მოდიან სისტემებით, რომელიც არის სტალინის სისტემა, თუნდაც ის სისტემა, რომელიც შემდეგ ან იმუშავა, ან არ იმუშავა, თუნდაც კონსტიტუციური მეფობის სისტემა, თუნდაც კონსტიტუციური მონარქი ქვია ესე, მონარქის სისტემა, თუნდაც პოლიტიკური სისტემები არ მუშაობს. ჩვენ ისტორიამ გვანახა, რომ ეს არც ერთი ადამიანის მიერ შექმნილია ეს სისტემები არ მუშაობს. და საბოლოო ჯამში ჩვენ ადამიანებს მაინც გვავიწყდება ის, რომ კაცო, სანამ ამ სისტემებს მივახტებით და სანამ ეს სისტემები შეიძლება რომ განვიხილოთ და შევისწავლოთ და ამაზე დრო ვხარჯოთ, არსებობს უზენაესი სისტემა. ეს არის ღვთიური სისტემა. უზენაეს სისტემაში როგორ მოძრაობს ეს სისტემა, ხო? ჩამოვიდა ღმერთი თავის ძის სახით და გვითხრა. აი ასე მუშაობს. და ძალიან მაგრა თქვა მეუფე ქრისტეფორე წამალაიძემ, რომ ვიდრე მდეს ჩვენ აი ამ უბრალოებას გავიგებდეთ, მოვედებით რაღაცეებს და გვინდა რომ უკეთესი რაღაც გამოვიგონოთ და არ არსებობს უკეთესი. ხალხო, გითხრა ქრისტემ გითხრა, აი ეს არის ფორმულა. მე როგორც ცხოვრობ, ეს არის ფორმულა. თუ გინდა შენ მიაღწიო კეთილდღეობას. თუ გინდა შენ მიაღწიო იმას, რომ დაძლიო შური, დაძლიო ბოღმა, დაძლიო ძალაუფლების მოყარეობა, დაძლიო ყველა ის დემონი, რაც კი არსებობს ამ დედამიწაზე შექმნილი და შემდეგ განიღმრთო, გახსნა გული და ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი, როგორ იხსნება გული და როგორ მოქმედებს ის ლუციფერთან, ხო, ლუციფერი რომ არის თავში და აი ამ ცისკრის ვარსკვლავის გახსნის დროს რა ხდება, რა გამოცდაზე გიშვებენ და რა გამოცდას აბარებ და როგორ გაიხსნება ცისკარი, ხო? და აი აქ რო ლუციფერიზის, აი ამ თავში, ამ ლოგიკაში რო ლუციფერიზის და ამ ლოგიკას რო უნდა რომ დაალაგოს სისტემები და გამოიგონოს ახალ-ახალი რაღაცები და როცა ქრისტე გეუბნება, რომ ადამიანო, ერთადერთი რაც გჭირდება არის ის, რომ შენ შეათავსო ეს შენი ლოგიკა შენს გულთან, ანუ სიყვარული გახსნა. ეს ცისკრის ვარსკვლავი, რომელიც არის პლანეტა ვენერა, ხო? ვენერა კიდე სიყვარულის პლანეტა არის. საბოლოო ჯამში გაიგო, რომ ეს პლანეტა არის სიყვარულის პლანეტა. სიყვარულია ის, რაც ჩვენ გაგვიხსნის ცისკარს. ხო და მე მინდა გითხრათ, რომ გველსხვრელიდან ამოიყვანს ენათკბილად მოუბარი არის ის სალამურა, რომელიც პირდაპირ გასაღები არის ალის მურში გაგახვევს. გესმის? აი მე დღეს ქალბატონ თამართან მქონდა შერვაშიძესთან საუბარი და სხვათა შორის, რაც უფრო ადამიანები ერთმანეთში საუბრობენ, მით უფრო იკვეთება სინათლე და მით უფრო იკვეთება ის, რომ საითკენ უნდა წავიდეთ, როგორ უნდა მოვიქცეთ, რა არის, რა გვაქვს გასაგები რა. და მინდა გითხრათ, რომ დღევანდელი ჩემი ლაიფი ზუსტად აი ამ ჩვენი საერთო საუბრის სინთეზია. ეხლა რასაც ვლაპარაკობ მე. ეს სინთეზი საიდან წარმოიშვა, იცით მეგობრებო, თქვენ ნახავდით ალბათ ქალბატონი თამარი რო იყო ჩართული შერვაშიძე თამარი ლაივში,
აი ამ ლაიფიდან წამოვიდა უკვე ეს თემები, რომელიც არის გულისა და გონების დამაკავშირებელი თემები. როგორ დავაკავშიროთ გული და გონება ერთმანეთთან. და ამას მეგობრებო, პირველ რიგში ქრისტე გვასწავლის, რომ თავსა და გულს შორის არის სული მოთავსებული. სული. ანუ სული არის ის ნაწილი, რომელიც ასევე ზის ჩვენს ქართულ ანბანში ლი, ურფონ ლი, მეორმოცი ასობგერა ლი. ჩვენ უნდა ვშვათ შვილი, ხო გვეუბნება ვშვათ ლი. ესე იგი რა არის ეს ლი? ლი რა არის? ლი რომ ავიღოთ, მე-12 ასობგერას უკავშირდება, ლასი არის. ანუ ლასი რა არის? არის თუ არა ენა. ხო? ლასი უკავშირდება თავისთავად მე-5 ასობგერას, ენას, ენი არის ლასი. იმიტომ რომ თუ შენ ენა არა გაქვს, ვერ წარმოთქვავ სიტყვას, ლასით დაიწყებ, ხო? ლასი არის, აი თვითონ ის ლასის არე არის ენის არე. გამოთქმა უნდა შეგვეცნოს იმ საკითხების, რაც ჩვენს გულში და გონებაში ხდება. თუ შენ არ შეგიძლია ლის შობა, ანუ შვილის შობა, ხო? ლის შობა არის შვილი. მაშინ შენ არ შეგიძლია იყო ღვთის შვილი. ვერ შეძლებ ამას. იცი რატო ვერ შეძლებ? ჯერ შენი გული გახსნილი არ არის. შენი გული რო გახსნილი იყოს, ქრისტეს მიერ სწავლებების შედეგად გვაქვს ეს ფორმულა, რომ ჯერ უნდა გაიცნო შენი თავი. ნახე, შენი თავი უნდა გაიცნო და გულში უნდა ჩახვიდეო. განის ულში უნდა ჩახვიდე, ხო? განისა და უნის ლიში უნდა ჩახვიდე. იმიტომ რომ განისა და უნის ლიში თუ არ ჩახვედი, შენ ვერ შობ შვილს. აი დაწერეთ რა, რასაც გეუბნებით, დაწერეთ, ნახე, სიტყვა შვილი, გული და დააკვირდით აი ამ ყველაფერს. როგორ საუბრობ, იმიტომ რომ შეიძლება ვერ ხვდებოდეთ, ახლა დამწყებები ქართულ ანბანში ვინც ვერ არის გარკვეული, შეიძლება ვერ ხვდებოდეს, ახლა მე რას ვლაპარაკობ და ჩინურად ეჩვენებოდეს. აიღეთ პასტა და ფურცელი და დაწერეთ. შვი და მერე ცალკე ლი. მერე დაწერეთ გუ და ცალკე ლი. ახლა შვი ვიცით რაც არის და ლი არის მე-40 ასობგერა. ეს არის ღმერთის შეფარული ასობგერა. 3 ასობგერა აქვს ღმერთს შეფარულად. ური, ფონი და ლი. ლი არის მე-40 ასობგერა. ლი ასე უკავშირდება დონს, იმიტომ რომ ის არის მე-40,000 ნომრით დანომრილი, ანუ ნიშნით დანიშნული და მე-40 ასობგერა არის. მე-40 ასობგერა არის 4 უსასრულობაში. 4 უსასრულობაში არის დონი. მე-4 ხო დონია. ესე იგი დონი არის უსასრულობაში. ლი თავის თავში შეიცავს დონს. იმიტომ რომ მე-4 ასობგერა არის დონი. ესე იგი თუ შენ გინდა რომ ლის დონეს მიაღწიო, აუცილებლად უნდა გაიაზრო რა არის, რა უნდა შვა. შენ უნდა შვა ის დონე, რომელიც არის ლიში მოთავსებული. რა არის ლიში მოთავსებული? ლ ჩვენ ვიცით რომ არის ისევ ქართულ ანბანში მე-12 ასობგერა ლასი, ხო? ლასი ქვია მას. მე-12 ასობგერა ლასი, მეგობრებო, რა ნიშნებით არის? აბა, აიღეთ ქართული ანბანი და მითხარით რა ნიშნებით არის მე-12 ასობგერა. ხო არის მე-12 ასობგერა 30 ნიშნით. მე-12 ასობგერა თუ 30 ნიშნით არის, ესე იგი წარმოიდგინე რომ ეს არის პირდაპირ მე-12 მოციქული, იუდა, რომელმაც გასცა ქრისტე. ეხა უყურე, ჩვენ იუდა უნდა ვშვათ თუ ლი უნდა ვშვათ? ნახე როგორ არის აქ დაკავშირებული. ლი არის ლასიც და არის უფრო მაღალი ლიც და ეს არის მე-40 ასობგერა. მე-40 ასობგერა არის ლი, რომელიც ზეციურია და მე-12 არის ყველაზე დაცემული ვარიანტი ლი. მაგრამ ის შეიცავს თავის თავში
ეს ლი შეიცავს ლასსაც თავის თავში. ესე იგი, ქრისტემ რო იუდა აირჩია, ეს იმას ნიშნავდა, რომ იუდა იყო მის ჯგუფში, უნდა შეიცავდეს მას, უნდა იყოს მისი არის, მისი მფლობელობაში, მისი წარმოქმნილი არის ეს ლასიც, ეს იუდაც, ეს ეშმაკიც. ეს სატანაც, მისი წარმოქმნილია, ღმერთის წარმოქმნილია, გესმის? ჩვენ ამის გააზრება თუ ვერ მოვახერხეთ, დონეს ვერ მივახცევთ. ჩვენ ისე ვიქნებით რაღაცა ლას-ლასში. იმიტომ რომ ჩვენ თუ ვერ გავიაზრეთ, რომ სატანაც ღმერთის შვილია და სატანაც ღმერთმა შექმნა, რასაც ძალიან უარყოფენ, ესე იგი, სასულიერო პირები, ზოგიერთი ბნელი, არა და ზოგიერთი ნათელი ამას კარგად ხვდება, რასაც ვლაპარაკობ. სატანაც ღმერთის შვილია და მან ის არ გააქრო, მან დაუტოვა იმის უფლება, რომ იმან იარსებოს. მას შესაძამე რა მოუვიდა სატანას, რა დაემართა სატანას. ჩვენ ვიცით, რომ სატანას დაემართა გულშეხუთულობა, გულის შეკრა. როგორ შეკრა ეხლა გული, ნახეთ? როდესაც ღმერთმა უთხრა, რომ მე შევქმნი ეხლა ადამი და შენ მას დაემორჩილები, სატანას ეგრევე გაუჩნდა შური. ნახეთ, მივედით ისევ შურთან. რამ დასცა ანგელოზი, შურმა დასცა ანგელოზი. აქაც ურია. შურმა თუ შინ ური, შურმა თუ დასცა ანგელოზი, ის გადაიქცა ურჩხულად. როგორ ურჩხულად გადაიქცა, იცი? ღმერთს ჩაუდგა ჯინში. როგორ ჯინში ჩაუდგა ღმერთს, იცი? რომ მე შენ გჭვრიტავ და შენს წინაშე თვალი თვალს გისწორებ ღმერთი ლუციფერი ღმერთს თვალს უსწორებს. იცოდეთ. მაგრამ ლუციფერი არ არის სატანა. ლუციფერი არის სხვა იერარქი, სატანა არის სხვა იერარქი. სატანა ყველაზე უკანასკნელად დაბალ ვიბრაციული არსება არის, რომელმაც შურში გადაიქცა. შური. რა უნდა გააკეთოს შურმა, ანუ სატანამ, რომ ის მოიხსნას შურისაგან, ანუ ის აიხსნას, მასზე აიხსნას ეს შური. სატანა თვითონ ვერ ახერხებს ამას. რატო ვერ ახერხებს, გეტყვით? იმიტომ რომ ის დაბალ ვიბრაციული, რომელსაც არ მიეწოდება სინათლე, თავის თავში სინათლეს ვერ წარმოშობს. მას შესაძამე სატანამ რამ უნდა იხსნას სატანა? სინათლემ, ხო? და ეს სინათლე სად არის? სინათლე არის ყველა იმ ადამიანში, რომელშიც არის ღმერთი. და ვინაიდან და რადგანამ სატანამ ღმერთთან დადო ნიძლავი, რომ მე შენ ყველა ამ სინათლის მატარებელ ადამიანს, რომელიც შექმენი და ჩემზე წინ დააყენე, წაგართმევ. ნიძლავი დადო. ხელშეკრულება დადო ღმერთთან, სატანამ, რომ მე წაგართმევ ყველა ამ სინათლეს. მაგრამ როგორ წაართმევს სინათლეს, სიბნელე ვერ წაართმევს სინათლეს. ანუ სიბნელე ვერ შთანთქავს სინათლეს. და ლუციფერს გონია, რომ სიბნელე შთანთქავს სინათლეს. და ლუციფერს გონია, რომ ღმერთად გადაიქცევა. ანუ სინათლედ იქცევა, გესმის? სინათლე ხო არის ღმერთი ყოველ შექმნელი, საიდანაც გამოდის ყველაფერი. და ლუციფერმა ნახე როგორ სიბნელეში მოექცა, რომ ლუციფერი ვერ სჭურეთს იმას, რომ თვითონაც ღმერთის შექმნილია და თავის შემქმნელს ვერ გაანადგურებს. თუ ის თავის შემქმნელს გაანადგურებს, თვითონაც ნადგურდება. ესე იგი, ყველა შემთხვევაში აგებს ლუციფერი. ყველა შემთხვევაში ნადგურდება ყველაფერი, თუ კი ის სინათლეს გააკრობს, ესე იგი ღმერთის ნაპერწკალს გააკრობს, ხო? ეხლა ნახე რა ხდება, აქ მიდის დიდი ბრძოლა. ვინ უნდა მისცეს, ვინ უნდა შეძლოს ლუციფერის გულის გახსნა, რომ მან მიიღოს სინათლე და შეუშვას თავის თავში სინათლე. გამოცანაა თქვენს მიმართ და აბა თუ გამოიცნობთ. ღმერთმა თუ ადამიანმა? ღმერთს რო უნდოდეს, ხო, ლუციფერის სინათლეში გარდაქმნა. ეგრევე იტყო და სიტყვას და გარდაქმნიდა. მაგრამ აქ რა თამაში მიმდინარეობს, ნახეთ? ხო უთხრა ლუციფერმა, რომ ყველა ადამიანს წაგართმევ. აი ამ სინათლეს წაგართმევ. და
ღმერთმა უთხრა, რომ ვერ წამართმევ და გირჩევნია შენ ემსახურო ადამიანს, ვიდრე შენ მოინდომო ის, რომ ადამიანები წამართვა. აბა სად ვდგავართ? ესე იგი, ჩვენ ვდგავართ ისევ იმ სიტყვაზე, სადაც ღმერთმა უთხრა ლუციფერს, ლუციფერს არა, სატანას, ღმერთმა უთხრა სატანას, რომ დედის შენის შვილი ხარ თუ მამის შენის შვილი ხარო, რო იტყვიან ხოლმე, ხო? და მიდი და სცადი, აბა ერთი თუ გააკეთებ მაგას. ვერ წაართმევს. ამიტომ ადამიანმა მადონა დიახ, რაზმაძემ, ადამიანმა ისევ და ისევ ადამიანმა უნდა მოახერხოს ის, რომ სატანას გაუხსნას ეს შურის შეგრძნება. როგორ უნდა მოუხსნას სატანას შურის შეგრძნება ადამიანმა? აბა თუ იცით, როგორ? მე შემოგთავაზებთ ერთ ვარიანტს, თქვენ შეგიძლიათ სხვა ვარიანტები შემომთავაზოთ. ადამიანმა უნდა მოახერხოს ლუციფერის გულის გახსნა მას შემდეგ, როდესაც ადამიანი თავს იხსნის სატანისგან. ისა კიდევ შემეშალა ლუციფერი ვახსენე. სატანაზეა საუბარი. ადამიანმა სატანისგან თავის დახსნა ის უნდა შეძლოს, რომ ჯერ მისგან დაიხსნას თავი და გაიაზროს, რომ ის არის ღმერთი. რასაც პირდაპირ ქრისტე გვეუბნება და გვაძლევს ამ ფორმულას, რომ განა არ იცით, რომ თქვენ ღმერთები ხართ. როგორც კი ადამიანი იწყებს ქრისტეს სიტყვის მოსმენას და აანალიზებს, რომ ვაუ, ღმერთმა თავის სახეთ და ხატად შემქმნა და რა თქმა უნდა ვარ ღმერთი. ესე იგი მე შემიძლია სატანას გავუხსნა გული, ხო? სატანას როგორ გავუხსნი გულს? სინათლის შეტანით, სიყვარულის შეტანით. სინათლე ხო სიყვარულია, სიყვარული სინათლეა. ესე იგი სიყვარული თუ შემიძლია მეა იმის, რომ სატანაც კი შევიცოდო, სატანაც კი ღმერთამდე მივიყვანო, ხო? სატანასაც კი მივცე იმის უფლება და შესაძლებლობა, რომ შემოვაჯდე ზედ და ღმერთამდე მივაყვანინო თავი. ესე იგი სატანა შეძლებს იმას, რომ ღმერთს გაუერთდეს, ისევ ღმერთს შეუერთდეს, ხო? და დამანებოს თავი საბოლოო ჯამში ნუღა არის ამ ჭიდილში რა, გაიაზროს. როგორ იაზრებს ადამიანი, თუ კი ის გულს გახსნის, გული გონიერია. თუ კი გული გონიერი ვერ გახსნა, ესე იგი მარტო ლოგიკაშია და ანალიზშია, რომ აი ეს მე ესე გავაკეთებ, ამებს დავალაგებ, იმებს, გეგმებს და იმებს აწყობს, გესმის? გეგმებს აწყობს, გეგმების დაწყობაა და აი რაღაცის მოგონება და იმის შექმნა და ტექნიკური აზროვნება. მოკლედ მეგობრებო რა, მე მინდა გითხრათ, რომ სატანას გულის გახსნა ხდება ადამიანის მიერ. როგორ? ჯინში კი არ უნდა ჩაუდგე, როგორც სატანა ჩაუდგა ღმერთს ჯინში. არამედ გაიაზრო ქრისტე რას გეუბნება, შენ ხარ ღმერთი, შენ თუ ღმერთი ხარ, ესე იგი შენ იმხელა სინათლის მატარებელი ხარ, რომ სატანასაც კი სინათლეში გადაიყვან და სწორედ ეს არის, რომ როცა წერენ შოთა რუსთაველი და სახარებაში როცა წერია, თხადამგელი ერთად ძოვენ ისევ თხადამგელი ერთად ძოვენ, გესმის? ერთმანეთს აღარ ჭამენ, ერთმანეთს ჯინში აღარ უდგანან, ერთმანეთს აღარ ეკამათებიან და ერთშიან და ადამიანს შეაქვს სატანაში სინათლე, სატანა ანებებს ადამიანს თავს, ნებდება. ისევ მიტევებასთან მივდივართ, დიახ, ისევ მიტევებასთან მივდივართ, მადონა, დიახ. უპირობო სიყვარული არიანად, დიახ, ზუსტად უპირობო სიყვარულისგან მივდივართ. და აი ამიტომ არის, მეგობრებო რა, ჩვენ შური თუ დავძლიეთ ჩვენში, გავხსენით გული და შური დავძლიეთ ჩვენში, რომელიც სატანურია. აი ნახე როგორ შეშურდა სატანას ადამიანის, როგორ მე შენ ქმნილება, ამ ქმნილებაზე, რომელიც ჩემს მერე შექმენი, იმას დავემორჩილო? აი შური სად არის, როგორ მე ამ ბლუ ადამიანს დავემორჩილო? აი სად არის შური? როგორ მოსე რომ ბლუ იყო და წინანძურად წაუძღა ადამიანებს, იმას დავემორჩილო იმ ბლუ ადამიანს? როგორ მე ამ გაწეწილს დავემორჩილო? აი შური საიდან მოდის?
მიუღებლობა არის ყველაფერი, გესმის? რასაც ვერ იღებ, იქ შურია. შენ თუ გული გახსნილი გაქვს, რაც არ უნდა გაწეწილი, ჭუჭყიანი, გვანგლული ადამიანი, სუნიანი ადამიანი წარდგეს შენს წინაშე, იმას გაასუფთავებ, იმას გაალამაზებ შენ, იმიტომ რომ გაქვს უნარი სიყვარულის. და აღარ დაიწყებ განკითხვას შენ თავში ეს სუნიანი, ეს უვიცი, ეს უსწავლელი, ეს ბლუ, ეს რაღაცა და ეს რაღაცა, გესმის? ძირითად რაღაცებს გიყვებით ახლა ჩვენ საზოგადოებაში, რაც დანერგილია. ეს სატანისეული ის არის თვისებებია, სხვა კი არაფერი. და ქრისტე მოვიდა და პირველი ვისთანაც დაჯდა, ვინ იყვნენ ესენი, ხო? მეძავებთან დაჯდა და მათხოვრებთან დაჯდა. რომელიც ძალიან გაუკვირდათ ამ ურიებს, რომელსაც ელოდნენ, ეს არისო მესიაო, კაცო ჩვენ ველოდები და ოქროებში შემოსულ და გაპიწყინებულ ჩვენთან მოსაუბრე მესიასო და ეს კაცი დაჯდა აგერ ისა მრუშებთან და მათხოვრებთანო და ეს რანაირი მესია არისო, იფიქრეს ურიებმა. დღესაც ეგრე არ არის, მეგობრებო. დღესაც ეგრე არ არის. აბა გადაანალიზეთ თუ ესე არ არის. და ეხლა წავიდეთ მეფესე. მეფე, რას ნიშნავს მეფე? რა არის მეფე? მეს ფარი არის მეფე. მეს ფარი და ენი არის მეფე. ეხლა მეს ფარი და ენი რომ მეფე არის, მეგობრებო, ხო? რას გვეტყვის ახლა სიტყვიერად გავიგეთ, რომ მეს ფარი და ენია და მაგრამ ისა რას ნიშნავს ეს? აზრობრივად ეს რას ნიშნავს? ამისათვის ჩვენ წავიკითხოთ ჯერ რას ნიშნავს ფე. რას ნიშნავს ფე? და ეხლა წაგიკითხავთ, ეს არის ფსალმუნი დავითის 129. საოცარია მცნებანი შენი, ამიტომ ინახავს მათ სული ჩემი. 130. საწყისი შენი სიტყვისა ანთებს, შთააგონებს, გულუბრყვილებს, ნახე, გულუბრყვილ ადამიანს დღეს დასწინია, ნუ ირა გულუბრყვილოაო რა, რო არ გეგმავს და იქ თავში არ ალაგებს ვიღაცის გაკულაკებას და რაღაცა საშინელებებს, ხო? საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, შთააგონებს, გულუბრყვილოებს. პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენი. მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერება შენი სახელის მოყვარულთ. აი, ესე ქვია ფსალმუნს, მეგობრებო, ფე. გავაგრძელოთ. ჩემი ნაბიჯები წარმართეს შენი სიტყვით და ნუ გააბოროტებ ჩემზე ნურავით არ ბოროტს. აი, შურს ნუ აღუზრავო, ხო? ბოროტის გაბოროტება არის შურის აღზრა. ესე იგი, შენი სიტყვით ნებითა შენითა უფალო, ხო? ამას ამბობს. იყოს ნება შენი უფალო. გადამარჩინე ადამიანის ჩაგვრისაგან და დავიცავ შენს ბრძანებებს. ადამიანის ჩაგვრისაგან, ესე იგი, ბოროტებისაგან გადამარჩინეო, იმიტომ რომ ადამიანში შესულია ეს სატანა, ეს შური და ეს ბოროტი, რომლისგანაც უნდა გადავირჩინოთ თავი. შენი სახე მოაშუქე შენს მორჩილს და მასწავლე წესები შენი. წყლის ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს. აი ნახე, ცრემლად ვიღვრებიო რა, იმიტომ რომ შენს რჯულს არ იცავენო. დღესაც ესე არ არის, მეგობრებო. აბა რომელ რჯულს ვიცავთ? იმ რჯულს, რომელმაც ქრისტემ დაგვიტოვა. ქრისტემ ხო დაგვიტოვა, ჯერ გიყვარდეს ღმერთი შენი, შეიცან თავი შენი და გიყვარდეს მოყვასი შენი ვითარცა თავი შენი, ხო? ესე იგი ჯერ შეიცან თავი შენი და მერე მოყვასაც დაინახავ. შენ რო სხვისი გაკეთებული გშურს, სხვისი სიკეთე გშურს, ესე იგი შენი თავისთვის არ გემეტება სიკეთე და იმიტომ გშურს სხვისიც. რატო იცით? ესე დაგაზიანეს. ესე გასწავლეს ბავშვობაში, რომ შენ არავინ არ ხარ, შენ არ უნდა ილაპარაკო, შენ გაჩუმდე უნდა ბავშვს. კომუნისტური აღზრდელობითი მეთოდებია, მეგობრებო. ბავშვმა არ უნდა ილაპარაკოს. თუ ბავშვმა არ უნდა ილაპარაკოს, ესე იგი ყველაფერს ვზღუდავთ. ჩვენ გვებეჭდება ეს თავში, რომ ჩვენ არავინ არ ვართ, ჩვენ არ უნდა ვილაპარაკოთ. არა და გველს ხრელიდან ამოიყვანს ენატკბილად მოუბარი, ეგრევე იმ სალამურს გვიკეტავენ, რომელიც ხსნის გასაღებს.
რომელსაც გასაღები აქვს გულის კარის, გესმის? გულის ყურის. აი გულის ყურის, გული ყურთან კავშირდება ისევ. და ეს სალამური თუ წაგართვეს შენ ბავშვობიდანვე, შენ ამის დაბრუნება იცი რა ძალისხმევად დაგჭირდება? ისეთი ძნელი მოსაპოვებელია ისევ ამ მეხუთე ჩაკრის, ესე იგი სალამურის, ესე იგი ენის დაბრუნება ისეთი რთულია, ეს ამ გასაღების დაბრუნება ისეთი რთულია, რომ ახლიდან მოგიწევს შენ ყველაფრის შესწავლა და დაბადება. ახლიდან მოგიწევს დაბადება. აი სად ჩადეს კომუნისტებმა ეს მტარვალური აღრძელობითი მეთოდები და სად მოასპეს ეს სალამური და სად ჩაახშეს ბავშვებში ეს გასაღები, რომელსაც ტიკ-ტიკებდნენ უნდა ბავშვები. და ქრისტე რას ამბობს? ისწავლეთ ბავშვებისგანო, ხო? როგორ ვისწავლოთ ჩვენ ბავშვებისგან, თუ მათ არ მივეცით ლაპარაკის საშუალება? ბავშვებისგან უნდა ვისწავლოთ, მეგობრებო. ისეთ საოცარ რაღაცებს ამბობენ ბავშვები, დღეს მე ჩემს გოგოს ვეკითხები. სახლში დარჩა დღეს ჩემი გოგო და ვეკითხები. მარიამ, მეთქვი, ღმერთი სად არის მეთქი? და ცაშიო. და კიდევ სად არის მეთქი? და გულზე დაიდო ხელი. და ვეკითხები, რომ ღმერთი როგორ გამოიყურება თქო. თეთრი კარებია იქ და იმ კარებს მიადო ხელი, ესეო. რა საინტერესოა მეთქი? საიდან იცი რომ ესე გამოიყურება თქო და ვიციო. მეთქვი ღმერთი როგორ გამოიყურება თქო, ანუ კიდე როგორ გამოიყურება მეთქი? არ ვიციო. მე ვკითხე რომ ღმერთს როგორ უნდა დაველაპარაკოთ მეთქი? სიყვარულითო. აი ესე მითხრა პირდაპირ ბავშვმა. 6 წლის ბავშვია. სიყვარულით უნდა დაველაპარაკოთ ღმერთსო. საოცარი რაღაცეები მითხრა დღეს ჩემმა შვილმა. და როგორ არ ვისწავლოთ ბავშვებისგან. ეხლა ეს ფე ხო იყო, ფე გავეცანით, ესე იგი რა საოცარი რამეა. კიდე წავიკითხავ თუ გინდათ. რწფელი გულით მიტევება დომნა კი? წავიკითხავ კიდევ ფეს. საოცარია მცნებანი შენი, ამიტომ ინახავს მათ სული ჩემი, საწყისი შენი საწყისი შენი სიტყვებისა ანათებს, შთააგონებს გულუფრხილოებს. პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, აქაც ენაზია, ნახე, სიტყვებზია საუბარი. პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენი, მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერება შენი სახელის მოყვარულთ. ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბოროტებ ჩემზე ნურავით არ ბოროტს. გადამარჩინე ადამიანის ჩაგვრისაგან და დავიცავ შენს ბრძანებებს. შენი სახე მოაშუქე შენს მორჩილს და მასწავლე წესები შენი. წყლის ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს. თუ გაქვს წაკითხული ანასტასია ის თავის მეგობარს უყვება, რომ მისი ბებია და ბაბუა აუშვებდნენ ბავშვებს ანასტასიას ხესე და დაბლიდან კითხვებს უსვამდნენ და რასაც ეტყოდა ბავშვი ის იქნებოდაო ღმერთისგანო. არა მაქვს მადონა ანასტასია წაკითხული, მაგრამ ხშირად გამიგია ამ წიგნის შესახებ. როგორც ჩანს ძალიან საინტერესო წიგნი არის და ბევრი დააფიქრა. ეხლა მე ვეძებ ფსალმუნ მეფეს, ესე ქვია, პირდაპირ ფსალმუნი მეფე. და თუ ვიპოვე ეს ფსალმუნი, წაგიკითხავთ ეხლავე. მანამდე თქვენ ერთმანეთს ესაუბრეთ კომენტარებით და იუთუბერებს მოუწევთ გადატომა.
აქ უნდა იყოს წესით, სადაც ტარდება ეს ფე, ცადე, ყაინ, სამეხ, ნუნ, რეშ, თავ, შინ, კოფ. ეს ებრაული მასია ეთყობა აგებული ანბანზე. ოცდამეექვსმეტე, 53, 57, 53, 55, 59, 64 და 67, 70, 76, 77, 79. ას მეერთე, ას მეხუთე, ას მერვე, ას მეთორმეტე. რამდენი ფსალმუნები ქონია, კაცო? ფსალმუნი ასმეთ ანბანთქება ალევ, ბეთ, გიმელ, დალეთ, ჰე. აი ესენი ესე იგი ებრაულად აქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მეგობრებო, რომ ეს იქნება აუცილებლად ქართული ანბანის მიხედვით დაწერილი. იმიტომ ფხეირდი თქვა ქრისტემ, ფხეირდი შეადგინა ქრისტემ და ფხეირდი იხსნება ქართული ენით. ამათ დარწმუნებული ვარ, რომ დავითის ფსალმუნები ამოღებული იქნება, დავითის ფსალმუნებიდან ამოღებული იქნება ანი, ბანი, განი, დონი ხო არის ესე ა, ბ, გ, დ, მერე არის ჰე, მერე ვ, ზ, ხ, ტ, ი, ქ, ლ, მ, ი, კ, ლ, მ უნდა იყოს, ν, ო, პ, ჟ, რ, ს, ტ, უფ, ქ, ღ, ყ, შ, ჩ, აი ნახეთ ამოღებული არის ბევრი რა. იმიტომ რომ ეს დალაგებული აქვს ახლა ებრაული ენის მიხედვით და დავითი არ ყოფილა ებრაელი მეგობრებო. დავითი ებრაელი არ ყოფილა, იმას აუცილებლად უნდა დაეწერა ქართულ ენაზე ფსალმუნები. ამიტომ დაწერდა ანბანის მიხედვით, ქართული ანბანის მიხედვით. და ამათმა ამოიღეს და გადაგვიკეთეს, ესე იგი ებრაულად, ნახეთ. ესე იგი ალეფ, ბეთ, გიმელ, დალეთ, ჰე, ვავ, ზაინ, ხეთ, ტეთ, იოდ, ქაფ, ლამეთ, მემ, ნუნ, სამეხ, ყაინ, ფე, ცადე, კოფ, რეშ, შინ, თავ. და ესე დაგვილაგეს რა. ეხლა მე გეტყვით, რატო არ ყოფილა დავითი ებრაელი? დავითი არ არის ებრაელი მეგობრებო, იმიტომ რომ რამდენი გათხრაც აწარმოეს არქეოლოგებმა იერუსალიმში ვერ ნახეს დავითის დროინდელი მსხვერპლსაწირავი ისენი ვერც ქვები, ვერც თასები, ვერაფერი ვერ ნახეს. არტეფაქტები საერთოდ არ დახვდათ. სამაგიეროდ არტეფაქტები დახვდათ. საად იცი? არტეფაქტები დახვდათ საქართველოს ტერიტორიაზე. ხო და ეს არტეფაქტები მეგობრებო, სად შეიძლება დავითს ეცხოვრა და აქ ტყეზე არის საუბარი და ტყეებზე და ვიღაცის
შვილი რომ ხეებში გაეხლართება თმებით ტყეში რომ ირსდევენ და რომ მოკლავენ. მოკლედ ერთი სიტყვით ეს ტერიტორია, სადაც უნდა ყოფილიყო, რაზეც არის საუბარი, არის საქართველოს ტერიტორიაზე. და მე როდის მოხდა და რანაირად მოხდა აი ამის გადატანა იერუსალიმში, გადაკოპირება იერუსალიმში, არავინ არ იცის და არც ინტერესდება. იცით რატომ არ ინტერესდება? ვინც დაინტერესდა, ყველას ნაშრომი, ესე იგი, რა თქმა უნდა, ამას მასონური ძალა დგას ამის უკან, ყველა მოკლეს და გაანადგურეს. და რა თქმა უნდა, ხელს აღარავინ არ მოკიდებს ამ საკითხს, ხო? რომ ის გამოიძიოს და ამ საკითხს მიხედოს. ასე რომ მეგობრებო, თუ ადამიანს სურს რომ გახდეს თავისი მფლობელი და მეფე, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ეს საკითხები. ნახე, საოცარია მცნებანი შენი, ამიტომ ინახავს მათ სული ჩემი. შეინახოს ღმერთის მცნებები მასში და არა სტალინის მცნებები. საწყიში შენი სიტყვებისა ანათებს შთააგონებს გულუბრყვილოებს და არა სტალინის. გესმის? სტალინის სიტყვები კი არ შთააგონებს გულუბრყვილოებს, ღმერთის სიტყვები შთააგონებს გულუბრყვილოებს. თუ გინდა რომ გახდე მეფე, აუცილებლად უნდა იცოდე ის, რომ ღმერთი არის საწყისი ყველაფრისა, სიტყვებისა, ანათებს შთააგონებს გულუბრყვილოებს. პირი გავხსენი და ამოვისუნთქე, რადგან მომენატრა მცნებანი შენი. ესე იგი, პირის გახსნა და ამოსუნთქვა ნიშნავს, რომ მისი მცნებანი წაიკითხა. აი მეფე სად არის? არა შენ და არა სტალინმა და არა ვიღაცა სხვამ, არამედ ღმერთის მცნებანი წაიკითხა და პირი გავხსენი და ამოვისუნთქე. მომხედე და შემიწყალე, როგორც შეეფერება შენი სახელის მოყვაროდ. ღმერთი გვიყვარს მეფეებს. ვინც ფე არის, ხო? ფერია ვინც არის, ხო? და თუ გინდა დაირქვა მეფე თუ ფერია, ერთი და იგივეა. იმაზე კი არ უნდა იფიქრო, რომ შენ გაქვს ძალაუფლება და ეხლა შენ განაგებ ყველაფერს, არამედ უნდა იფიქრო, რომ შენ ხარ ღვთისმსახური. შენ ხარ ღმერთის მსახური, შენ ღმერთით განიგები, გესმის? და ღმერთი კიდე ვის ემსახურება? ღმერთი ჩვენ გვემსახურება, ხო? ღმერთი ჩვენ მსახურებაში მოვიდა, ფეხები დაგუბანა, ჯვარს ეცვა და ავიდა ისევ ზეცად. ანუ რას ნიშნავს მეფე? ის კი არა რომ შენ გბანდნენ ფეხებს, შენ ბანდე ფეხებს უნდა, ხო? ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბოროტებ ჩემზე ნურავით არ ბოროტს. ის კი არა რომ სტალინმა რომ ბოროტები აიღო და დახოცა. თუ მეფე ხარ, უნდა აუცილებლად ღმერთს შესთხოვდე იმას, რომ შენი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით, ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბოროტებ ჩემზე ნურავით არ ბოროტს. რა უფლებით ადგა სტალინი და დახოცა ეს ხალხი? ქრისტეს შეუერთდა, ამბობენ და რას ლაპარაკობთ ხალხო? ქრისტეს რო შეუერთდე, ჯერ შენ უნდა დაბანო შენ მტერს ფეხი. იუდას თვითონ დაბანა ფეხები, ხალხო. ჩემი ნაბიჯები მერე გადამარჩინი ადამიანის ჩაგვრისაგან და დავიცავ შენს ბრძანებებს. ადამიანების ჩაგვრისაგან რო გადაარჩინო, ღმერთს უნდა შესთხოვდე მეფე და არა შენ კი არ უნდა წააცალო თავები ადამიანებს. შენი სახე მოაშუქე შენს მორჩილს და მასწავლე წესები შენი. წყლის ნაკადები გადმომდის თვალთაგან, რადგან არ იცავენ შენს რჯულს. წყლის ნაკადები გადმოდის ადამიანს თვალთაგან და კი არ ადგა და დახოცა ეს ხალხი. თუ დაინახა რომ რჯულს არ იცავენ, ტირილით აღივსო ეს ადამიანი. აი ეს არის მეგობრებო, რაც მინდოდა მე დღეს მეთქვა რა. მეფობა მოდის ზეციდან. მეფობა მართლაც მოდის ზეციდან, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეფე ის არის, ვისაც გვირგვინს დაადგავენ თავზე. მეფე ის არის, რომ ვინც უკვე გვირგვინი დაიდგა თავზე, ზეციური გვირგვინი. ვინც უკვე გახდა მოყვასის მსახური, ვინც უკვე გახდა ღმერთის მსახური. ეს არის მეფე, ხალხო. ჩვენ ყველანი მეფეები ვართ, ვინც ქრისტეში გავერთიანდებით. ამას ხშირად გიმეორებთ და კიდევ ხშირად გაგიმეორებთ. მეფე ის არ არის, ვისაც გვირგვინს დაადგავენ თავზე. ის არის მხოლოდ მარიონეტი.
და აი ამიტომ ხალხო მე გეტყვით ერთ რამეს რა ქრისტე მოგვცა ყველაზე მაგარი ფორმულა რომელ ფორმულასაც ვერ აჯობებს ვერც ერთი ბელადის ფორმულა ვერც ერთი ბელადის მიერ შექმნილი ფორმულა და სისასტიკე თუ რამე ვერც მართლობის სტრატეგია ვერც ერთი მე კიდევ ერთხელ ვიმეორო ვერც ერთი ჩვენი მეფე ვერ დაემსგავსა ქრისტეს ვერც ერთმა ჩვენმა მეფემ ვერ შეძლო შეიძლება უნდოდა მაგრამ ვერ შეძლო ქრისტეს დამსგავსებოდა რატომ რაში ჩაიჭრნენ კაცს კლეს კაცი კლეს აი ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა შენ სატანას ვერ მოერევი სატანა მხოლოდ გაგანადგურებინებს მოყვას სატანას მოერევი მხოლოდ ერთი რამით გულის გახსნით მოიშორე ყველა ის თვისება რაც სატანამ შენში ჩადო გაითავისუფლე იმ მატრიცისგან თავი და შენ სატანასში შეიტან სინათლეს აი ეს არის დღევანდელი ჩემი ბოლო სიტყვა და ეხლა დაგემშვიდობებით გაკოსეთ ყველას ამინ ამენით იესო ქრისტე არის ჩვენთან არს და იყოს და ჩვენ ყველა უნდა დავემსგავსოთ ქრისტეს